თავი მეცხრე. ფიქრობ, პატარა პრინცი გადამფრენ ფრინველებს წამოჰყვა. იმ დილას პლანეტა მოაწესრიგა. მოქმედ ვულკანებს ჭვარტლი მოაშორა. ეს ორი მოქმედი ვულკანი დილის საუზმის მოსამზადებლად პირდაპირ მისწრება იყო. ერთი ჩამქრალი ვულკანის ჰქონდა, მაგრამ ხშირად უთქვამს, ვინ იცის, როდის რა მოხდებაო, ხო და იმასაც მიხედა. კარგად გაწმენდილი ვულკანი ნელა სვენებ-სვენებით სუნთქავს და ამოფრქვევისაც აღარ გეშინია. ამოფრქვევა საკვამურიდან ამოვარდნილი ალივითაა. დედამიწაზე ვულკანებს აბა ვინ გაასუფთავებს, ძალიან მაღლები არიან, ამიტომაცაა ამდენ უსიამოვნებას, რომ შეგყვრიან ხოლმე. ბაობაბის უკანასკნელ ღეროებს რომ გლეჯდა, ცოტაოდენ სევდა შეეპარა. ამ პლანეტაზე ფეხს ვეღარასოდეს დავდგამო, გაიფიქრა. იმ დილით ეს ჩვეული სამუშაო განსაკუთრებით გაუტკბა, მაგრამ როდესაც უკანასკნელად მორწყა ყვავილი და ხუფის დახურვა დააპირა, ლამის ცრემლები წასკდა. მშვიდობით, უთხრა ყვავილს. ყვავილი უბრად იყო. მშვიდობით, გაიმეორა პატარა პრინცმა. ყვავილმა ჩაახველა. არა, ამჯერად სურდო არ შეხყრია. სულელურად ვიქცეოდი, თქვა ბოლოს. მაპატიე, ეცადე ბედს ეწიო. პატარა პრინცი საყვედურს ელოდა და გაოცდა. დაბნეული იდგა და გაშაშებულ ხელებში ხუფი ეკავა. ყვავილის მშვიდი სინაზე ვერაფრით აეხსნა. მე შენ მიყვარხარ, უთხრა ყვავილმა. თუ კი ვერ მიხვდი, ჩემი ბრალია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემსავით სულელი ხარ. შეეცადე ბედნიერი იყო. ხუფს მოეშვი, არ მჭირდება. მერე და ქარი არაფერი მიჭირს. ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ. მერე და მხეცები პეპლების ფრენით რომ დავტკბე. 1-2 ჭუპრი უნდა ავიტანო. პეპელა ხომ ისეთი ლამაზია. არადა პეპლების გარდა ჩემს ნახვას ვინ მოისურვებს? შენ სადღაც გადაიკარგები. იცი, საშინელი მხეცებისაც კი აღარ მეშინია. ბრჭყალები მეც მაქვს. ყვავილმა მიამიდად გამოიშვირა ეკლები და დაამატა. ფეხს ნუ ითრევ, გული დამიწვრილდა. წასვლას თუ არ იშლი, გზა დამილოცნია. ვარც არ სურდა, პატარა პრინცის თვალწინ ცრემლი ეყვარა. რა სიზამ, ამაყი ვინმე იყო. თავი მეათე. პატარა პრინცი ნომერ 325, 326, 327, 328, 329 და 330 ასტეროიდების მხარეში აღმოჩნდა და მათ მოხილვას შეუდგა. იქნებ სადმე გამოვნახო და რამე ვისწავლო. პირველ პლანეტაზე მეფე ცხოვრობდა. მეწამულსა და სიასამურში გამოწყობილი. უბრალო, მაგრამ დიდებულ ტახტზე ბრძანდებოდა. აი ერთი ქვეშევრდომი წამოიძახა მეფემ პატარა პრინცის დანახვაზე, რომელიც გაუცებული საკუთარ თავს დაეკითხა. როგორ მიცნო? მას ხომ არასოდეს უნახი ვარ. აბა საიდან უნდა სწოდნოდა, რომ მეფეებისთვის სამყარო ერთობ მარტივია, მათ რომ ჰკითხო, ყოველი ადამიანი მათი ქვეშევრდომია. მომიახლოვდი, მინდა უკეთ შეგათვალიერო, უთხრა მეფე, რომელიც სიამაყეს ვერ ფარავდა, რადგან როგორც იქნა ერთი ქვეშევრდომი მაინც მოიხელდა. პატარა პრინცმა მიიხედა, მაგრამ დასაჯდომი ვერსად ნახა. სიასამურის ბრწყინვალე მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა. ფეხზე დარჩა და რადგანაც დაღლილი იყო, დაამტკნარა. ეტიკეტით დაუშვებელია მეფის წინაშე მტკნარება, უთხრა მონარქმა. გიგრძალაო. თავი ვერ შევიკავე, უპასუხა პატარა პრინცმა. გრძელი გზა გამოვიარე და თვალი არ მომიხუჭავს. თუ ასია, თქვა მეფემ, გიბრძანებ დაამტკნარო. რამდენი წელია არ მინახავს ვინმე ამტკნარებდეს.
თქნარება ჩემთვის უცხოხილია. აბა ერთიც დაამთქნარე, გიბრძანებ. ცხენია, ვერ შევძლებ. უთხრა სახე აჭარხალებულმა პატარა პრინცმა. ჩაახველა მეფემ. თუ ასია გიბრძანებ ზოგჯერ დაამთქნარო, ზოგჯერ კი. ენაებ მოდა და ჩანდა რომ ბრაზობდა. რადგან საკუთარ ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდებოდა და სხვებისგანაც ამას ითხოვდა. ურჩობას ვერ იტანდა. აბსოლუტური მონარქი გახდათ, მაგრამ რადგანაც ძალიან კეთილი იყო, გონიერ ბრძანებებს იძლეოდა. ხშირად უთქვამს, გენერალს თუ ვუბრძანებ, სუის ფრინველად გადაიქეცი მეთქი. გენერალი კი არ დამემორჩილება, ურჩობას ვერ დავწამებ. დამნაშავე მე ვიქნები. შეიძლება ჩამორჩდე? მოგძალებით იკითხა პატარა პრინცმა. გიბრძანებ დაჭდე, უპასუხა მეფემ და სიასამურის მოსასხამის კალთა აიკეცა. პატარა პრინცი გაოცებას ვერ ფარავდა. ასეთ პაწაწინა პლანეტაზე მეფე ვისიან რისი გამგებელი უნდა ყოფილიყო. თქვენო უდიდებულესობავ, მიმართა მან მეფეს. მაპატიეთ რომ კითხვას გიბედავთ. გიბრძანებ შემეკითხო, აღარ დააცადა მეფემ. თქვენო უდიდებულესობავ, რისი მეფე ბრძანდებით? ყველაფრის, ხრები აიჭეჭა მეფემ. ყველაფრის? მეფემ ხელით მოხაზა საკუთარი პლანეტა, სხვა პლანეტები და ვარსკვლავები. ამ ყველაფრის? შეეკითხა პატარა პრინცი. დიახ, უპასუხა მეფემ, რადგან არა მხოლოდ აბსოლუტური, არამედ საყოველთაო მონარქიც გახდათ. ვარსკვლავებიც გემორჩილებიან? რა თქმა უნდა, თქვა მეფემ. უყოყმანოდ მემორჩილებიან. ურჩობას ვერ ვიტან. ასეთმა ძალაუფლებამ პატარა პრინცი აღაფრთოვანა. თვითონაც რომ ყოვლის შემძლე ყოფილიყო, შეეძლო ერთ დღეში 54-ს კი არა, 72 100 ან 200 მზის ჩასვლას დასწრებოდა, ისე რომ სკამს ადგილსაც არ მოუწვიდა. მიტოვებული პატარა პლანეტის მოგონებაზე სევდა შემოაწვა და მეფეს შეჰბებდა. მზის ჩასვლის ნახვა მსურს. მოწყალება მოიღეთ, უბრძანეთ მზეს, ჩავიდეს. მე რომ გენერალს უბრძანო, პეპელასავით ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდი. ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი მეთქი და გენერალმა ჩემი ბრძანება ყურად არ იყოს. ჩვენ ორ შორის რომელი იქნება დამნაშავე? თქვენ, წარბშეუხლად უპასუხა პატარა პრინცმა. სწორია. თითოეულს ის უნდა დაავალო, რის გაკეთებაც ძალუც, გააგრძელა მეფემ. თუ კი სხვების განმორჩილებას ითხოვ, შენს ჭკუას უნდა მოუხმო, ხალხს თუ უბრძანე წადი წყალში გადახტიო, წამსვე რევოლუციას მოგიწყობს. მე კი მხოლოდ გონიერ ბრძანებებს ვიძლევი და მორჩილებასაც ამიტომ ვითხოვ. ზის ჩასვლაზე რა სიტყვით? ჩაეძია პატარა პრინცი, რომელიც კითხვას თუ დაგვისვამდა, მერე არა და არ მოგეშვებოდა. ამასაც მოევლება. ბრძანებას გავცემ, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ ხელსაყრელ გარემოებებს უნდა დაველოდო. როდემდე? იკითხა პატარა პრინცმა. ჩაახველა მეფემ და ვებერთელა კალენდრისკენ გააპარა მზერა. როდემდე? ამ საღამოს 7-ს რომ მოცი დააკლდება. ანუ 6 საათსა და 40 წუთზე თავად დარწმუნდები, რომ ჩემს ნებას ვერავინ გადავა. პატარა პრინცმა დაამტკნარა. ქულის წყდებოდა, რომ ზის ჩასვლას ვერ დაესწრო. თანაც ცოტა არ იყოს მოიწყვინა. აქ არაფერი მესაქმება, უთხრა მეფეს. წავალ. ნუ წახვალ, შეეპასუხა მეფე, რომელიც ძალიან ამაყობდა, რომ როგორც იქნა ერთი ქვეშევრდომი მაინც მოიხელდა. დარჩი და მინისტრად დაგნიშნო. რის მინისტრად? თუნდაც სამართლის. მერე და ვინ გავასამართლო? არ ვიცი, უთხრა მეფემ. ჩემი სამეფო ჯერ კიდით კიდემდე არ შემომივლია. დავბერდი. ეტლის ადგილი არ არის. ფეხით სიარული კი მღლის. მე ყველაფერი ვნახე, თქვა პატარა პრინცმა. დაიხარა და კიდევ ერთხელ მოვლო თვალი პლანეტის მეორე მხარეს. კაცი არ ჭაჭანებს.
მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, ურჩია მეფემ. ძნელი საქმეა, მაგრამ სამართლიან განაჩენს თუ გამოიტან, მართლაც ბრძენი ყოფილხარ. საკუთარი თავის განსჯა ყველგან შემიძლია, პასუხა პატარა პრინცმა. ამისათვის აქ დარჩენა არ ღირს. ხო, თქვა მეფემ, იცით, ჩემს პლანეტაზე ერთი ბებერი ვირთხა მეგულება. ხამხამობით ცუნცული მესმის, მიდი და გაასამართლე. მისი სიცოცხლე შენს სამართალზე იქნება დამოკიდებული. შენს აიღე და შეიწყალე, ერთადერთია და უნდა დავზოგოთ. სასიკვდილოდ ვერავის გავიმეტებ, თქვა პატარა პრინცმა. მიჯობს წავიდე. არა, თქვა მეფემ. პატარა პრინცმა მგზავრების თადარიგი დაიჭირა, მაგრამ მოხუცი მონარქის დამწუხრება სულაც არ სურდა. თუ კი თქვენს უდიდებულესობას უსიტყვო მორჩილება სურს, შეგიძლიათ კეთილგონიერი ბრძანება მომცეთ. მიბრძანეთ ახლავე გავემგზავრო. გონი პირობებიც ზედ გამოჭრილია. მეფე ხმას არ იღებდა. პატარა პრინცი შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც გზას დაადგა. ჩემს დესპანად გნიშნავ, დაჩქარებად მიაძახა მეფემ. მართლაც რომ მედიდური იერი ჰქონდა. დიდები უცნაურები არიან, ფიქრობდა პატარა პრინცი და გზას მიუყვებოდა. თავი მე-11. მეორე პლანეტაზე ყოყლოჩინა ცხოვრობდა. აი, თაყვანის მცემელიც მე ახლა, დაიძახა ყოყლოჩინამ, რაწამს პატარა პრინცს მოჰკრა თვალი. ყოყლოჩინებს ყველა თავისი თაყვანის მცემელი ჰგონიათ. გამარჯობა, თქვა პატარა პრინცმა, უცნაური ქუდი გახურავთ. ხომ უნდა მოგესალმო, უპასუხა ყოყლოჩინამ, როდესაც აღფრთოვანებით ტაშს მიკრავენ, მეც ვესალმები, საუბედუროდ კარგახანია არავის ჩამოუვლია. მართლა? იკითხა პატარა პრინცმა, რომელსაც ვერაფერი გაეგო. აბა ხელის გულები ერთმანეთს შემოარტყი. პატარა პრინცმა ტაში შემოჰკრა. ყოყლოჩინამ დაბლად დაუკრა თავი და ქუდი მოწიწებით მაღლა ასწია. აქ უფრო გავერთობი ვიდრე მეფესთან, გაიფიქრა პატარა პრინცმა და ტაშის ცემას მოჰყვა. ყოყლოჩინაც ესალმებოდა და ქუდს მაღლა სწევდა. 5 წუთში პატარა პრინც ერთფეროვანი თამაში ყელში ამოვიდა. როგორ მოვიქცე, ქუდი ძირს რომ დაეცეს, იკითხა მან. ყოყლოჩინა არ უსმენდა, ყოყლოჩინებს მხოლოდ ხოტბა დიდება ესმით. მართლაც აღფრთოვანებული ხარ ჩემით? კითხა პატარა პრინცს. რას ნიშნავს აღფრთოვანება? აღფრთოვანება ნიშნავს მუდამ იმეორო, რომ მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე კოხთად გამოწყობილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი ვარ. მაგრამ შენ გარდა რომ არავინაა? მას სიამოვნე, აღფრთოვანდი. აღფრთოვანებული ვარ. უთხრა პატარა პრინცმა და მხრები აიჩეჩა. მაგრამ შენ ამით რა? იკითხა და წავიდა. ეს დიდები მართლაც რომ ძალიან უცნაურები არიან, ფიქრობდა პატარა პრინცი და გზას მიუყვებოდა. თავი მე-12. შემდეგ პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. მასთან ხალმოკლე სტუმრობამ პატარა პრინცს გული ატკინა. რას აკეთებ? კითხა ლოთს, რომელიც დუმარეთ იჯდა ცარიელი და სავსე ბოთლების წინ. სვამ, პირქუშად გაეპასუხა ლოთი. რატომ სვამ? კითხა პატარა პრინცმა. რომ დავივიწყო, უპასუხა ლოთმა. რა უნდა დაივიწყო? კითხა პატარა პრინცმა, რომელსაც გულში სიბრალული შეეპარა. რომ რცხვენია, აღიარა ლოთმა და თავი ჩაქინდრა. რისი გცხვენია? რომ სვამ, სიტყვა დაასრულა ლოთმა და დუმილში ჩაიძირა. შეფიქრიანებულმა პატარა პრინცმა გზა გააგრძელა. ეს დიდები მართლაც რომ ძალიან უცნაურები არიან, ფიქრობდა პატარა პრინცი და გზას მიუყვებოდა.